ტყუპები, ზისა და ვარსკვლავების შვილები. დიდი ხნის წინ მერკურის საოცარ მიწებზე საზეფრთებ მოშვებული ხიდები ქროდნენ და მდინარეები დროის ვერცხლისფერ ნაპრალებად დაჰქროდნენ. ლეგენდა ამბობს, რომ ტყუპები მერკურის გულიდან გაჩნდნენ, როცა პლანეტამ თავის მარტოსულ ქაოსში სიცოცხლე ინატრა. მათი პირველი სუნთქვა ქარიშხლად იქცა, რომელმაც ცის ქვეშეთში მზის ოქროსა და ღამის ცის შავი მტვერი გააფანტა. მათ თვალებში მერკურის წვრილმანები თამაშობდნენ, ცის არტყელის ცეცხლი, ვარსკვლავების სხივები და უსასრულობის უჩინარი ნაპერწკლები. მათი პირველი ნაბიჯები პლანეტის ნიადაგზე ღრმა კვალს ტოვებდა, სადაც მათი ფეხი შეეხებოდა მიწას, იქ ჰაერში ცოცხალი ყვავილები იზრდებოდნენ, რომლებიც საუბრობდნენ. ტყუპები ხმით ქმნიდნენ კოშკებს, შვიდფეროვან ხიდებსა და ცაში მოფარფატე ბაღებს, რომლებიც გრავიტაციის კანონებს ეწინააღმდეგებოდნენ. ტყუპების ცხოვრება თავგადასავლების უწყვეტი კავშირი იყო. ერთ დღეს ვარსკვლავურ ლაბირინთში დაკარგვას უთმობდნენ, სადაც გზები მუდმივად იცვლებოდა. მეორე დღეს დროის მდინარეში ჩადიოდნენ, რათა ეპოვნათ ის წუთი, რომელიც არასდროს არსებობდა. მათი ცნობის მოყვარეობა შეუჩერებელი იყო, ყველაფერი უნდა ეხილათ, გაეგოთ და შეეხოთ. ერთხელ ტყუპებმა იპოვეს კარის მსგავსი ნათება, რომელიც მერკურის უძირო ბურუსში იყო ჩაფლული. კარი არ იხსნებოდა, ხოლო დენით, გაურკვეველი სიტყვებით ელაპარაკებოდა. ტყუპებმა თვეები გაატარეს, მასთან საუბრობდნენ, კითხულობდნენ და იცინოდნენ, სანამ კარი მათი იუმორისა და შეუჩერებელი საუბრისგან დაღლილი, თავის საიდუმლოს არ გაანდობდა. კარი მათ ახალ სამყაროში წარუძღვა, ცოცხალ ბიბლიოთეკაში, რომელიც სიტყვებით სუნთქავდა და უსასრულოდ იცვლებოდა. იქ, ბიბლიოთეკის გულში, ტყუპებმა იპოვეს წიგნი, რომელიც ყველაფერზე პასუხს გასცემდა, მაგრამ ყოველი პასუხი ახალ კითხვას ბადებდა. ეს ჩვენი ბედის წერა, თქვეს ტყუპებმა და წიგნის ფურცლები ქარად აქციეს, რომ სამუდამოდ ჰაერში მოფარფატე სიტყვებად დაეტოვებინათ. ტყუპების სიცილი დღემდე მერკურის ქარებში ისმის. ამბობენ, რომ ისინი წარსულსა და მომავალში ერთდროულად მოგზაურობენ, სიზმრებში ჩნდებიან და ყველას ასწავლიან, რომ ცხოვრება ყოველთვის უნდა იყოს სავსე კითხვებით, ციცილითა და ფრთაგაშლილი ოცნებებით.